აქ არის აბა. სიმსუბუქეში მაგას გულისხმობ, რომ ამ ხალხს ვისაც ჩაგურის ამ ხელაგამოცდილება ისედაც უხილავების და დევნის მაგ ხელაგამოცდილება კიგრე არ უყურებს. ვაიმე რა კარი ამოისო. დღეს არის ჩემი გამოფენის რაც ვნახე და მოვისმინე გახსნა. ეს რეპეტიცია. ეს გავაკეთეთ Google სამხრეთზე. აი დღეს არის ჩემი გამოფენის რაც ვნახე და მოვისმინე გახსნა კურორტზე. What is happening this moment? ეს გამოფენა ასახავს ჩემ პროფესიულ და კვლევით გამოცდილებაში ნანახსა და მოსმენილს პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებთან ის რო ჩამოვიდა საქართველოში გამოეძლა კაცი დახვდა აეროპორტში მოკიდა ქეჩოში ხელი ჩამოიყვანა თბილისში და სტრიპტიზ-კლუბში აწეკვებდა. ამაზე მე ახლა გარდა იმისა, ტრაფიკინგის ხერპლი ვინც არის გარდა მათისა. იმიტომ რომ ტრაფიკინგის ხერპლი ვინც არის, ვინც აი მე მყავს ნაცნობი გოგო, რომელიც მამიდაშვილის ქმარმა გაყიდა დუბაიში. მუშაობდი როგორც სავალე სოციალური მუშაკი ამ ჯგუფთან აივის და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების პრევენციაზე. ეს მაგარია ბზა. როგორც მკვლევარმა 2022 წელს გავაკეთე ამ ჯგუფის სოციალურ და ეკონომიკურ საჭიროებებზე კვლევა. ანუ ვენტილატორების ვიდეო თუ ჯუქბოქსის ვიდეო? ვიზდებოდი მოკლედ პავლოვზე ახლანდელ ყაზბეგის გამზირზე და ბავშვობიდან მახსოვს იქ ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე იყო ერთ-ერთი ფლეშკა ესე ვეძახით ადგილებს, სადაც სექს-სამუშაოში თუ რა პროსტიტუციაში ჩაბმული ადამიანები, როგორც წესი, აქვთ ხოლმე ეს სივრცე მოკავებული.
წავიდეთ ხო? სოფო, ტაბურეტკა სად არის? იქ რო ავიდე ზევით. და პაუზე რო ვცხოვრობდი, მოკლედ სულ მახსოვს ეს საინტერესო სხეულები. შეიძლება ხო ყოფილიყო ეგზოტიკური თვალისთვის რა, რაღაც გარეგნულად, მაგრამ არა აუცილებლად. აიღე. ჩემ თვალს თუ ყურადღებას იპყრობდა ხოლმე რაღაცა მოლოდინის მოძრაობა. ნელი ბოლთა, რომელიც განსხვავდებოდა, აი აბსოლუტურად არ ჯდებოდა იმ ტემპში, რაც გარშემო იყო. სოფში გამპანზებულა. ყველა დავკვეთე, მაია უნდა ყოფილიყო ერთ-ერთ დისკუსიაში, მე ბოლოს გამეპარა, მაგრამ ანუ კიდე ყავდა ერთი დისკუსია, ნატალია იყავდა მოწვეული ხალხი. სტუდენტობის წლებშიც ეს უფრო ამ გენდერის და სექსუალობის საკითხები მაინტერესებდა, არა მხოლოდ რაღაც თეორიული, არამედ რაღაც ცხოვრებისეული გამოცდილებებიც ეგრე დავაგდა. არ ვიცი ხა ეს რამდენად გაუძლებს მე. აქ ვდებთ ხოლმე პოსტერებს რა გამოფენებით შიგნით არიან რამე ღონისძიება თუ არის და ამიტომ გვიწევს ახლა ამის ჩამოხსნა. ეხა ეს 1-2 თვე ეს მქონდა თითქმის ერთ თვე. ესა ვერტიკალურად რო გავაკეთოთ და მაგ მომენტში რო ვფიქრობდი ამ კულევის თემაზე, დედაჩემმა მითხრა, რომ აიო ამ ჯგუფზე, ანუ პროსტიტუციის ჩამოქალებდა, ზოგადად პროსტიტუციაზე კულევები არ არსებობს 80-იან წლებში არის გაკეთებული. ბოლოს ანზორ გაბიანის მიერ, რომელიც ძალიან კაი კულევაა. თუმცა ხო ეს რეფერენსებიც არ მქონდა. ვინც ამ ნაბიჯს დგას, ესე იგი აქვს რაღაც ამისი ოფსილა. ზოგი შიმშილით კვდება პირდაპირ მნიშვნელობით. ძალიან ბევრს უჭირს, მაგრამ ყველა არ მიდის ამ გზაზე, ხო? გარშემო რაც ხდება, ეგ ხო სულ ხდება, ანუ ეგ ხო რაღაც ახალი ის არ არის რა სულ ხდება და რაც ყველაზე მეტად მაინტერესებდა ის საბაზისო წარმოდგენას შეიძლება მოეცა ჩემთვის როგორც ჯგუფსა. დავიწყე ბიოგრაფიების კვლევა. პატარა არ ვიყავი მუშაობა რომ დავიწყე 35 წლის ვიყავი 2001 წელს 11 სექტემბერს. სად მიგვარ? საომე როგორ ხარ? პირველი გამოცდილება აი ძალიან ისეთ უხეშდა, რთულად ხელმისაწვდომ, რთულად შეღწევად ასე ვთქვათ ველზე, რომ ცადე ბედი. ანუ არ შვება რომ გადავწყვიტე რომ სევა ეს უნდა გავაკეთო. გავემზადე, ჩავედი მაღაზიაში და ტელევიზორი ქონდათ იმაზე ბანკანის ის ვარ აკუმულატორზე შუქები მაშინ არ იყო. ხოდა მთელი ეზო დგას ამ ტელევიზორთან ეს ტყუპები ბოლავს. მე ვთქვი რომ ისე და წასულია ჩვენი საქმე კაცობრიობის და ჯანდაბას შევიკდება მოსილება. მე მოვაყარე. ვიცოდეთ უნდა მივსულიყავი რა ცნობილი ფლეშკები რაც არის თბილისში. რა ქვიათ თქვენ? კარგი. ჩამოვედი მოკლედ მარშრუტკიდან, გადავდი ართი ნაბიჯი და ვიღაცამ გააჩერა მანქანა, მოშავა დამიძახა და ხო გეძახია. აი მივიდა გონი სამუშაოიო. მე ხო არ ვიცოდი რას ნიშნავს ეს მუშაობ, რო ნიშნავს ღამე ქუჩაში გაზრო მუშაობ ეკითხები, ესე იგი სეგზე თუ მუშაობ. სხვა რა უნდა კითხო. მოკლედ 10 ლარი მაჩუქა და კაი გოგო ხარ, თავს გავუფრთხილდი ესე მითხრა. ბოკლოს ხედი უნდა შევცვალოთ რა. აი რა ადვილი ყოფილა ბოზობა. პირდაპირ მან მივაჭერი რა, ესე მარტო ვიყავი. 1000 რუმა ხოჩი აქ არის. ჩვენ ვართ სადღაც 8 თუ 9 ხელოვანი. და სუქალები დავრჩით.
ინტერვიუ მინდა თქვა და ეს ინტერვიუ და ეგრევე ჟურნალისტი ვეგონე რა თქმა უნდა და სიტყვა ინტერვიუ უკვე ტრიგერი იყო რომ რაღაცა გამწირო. ხარჯები და რაღაცა არ შეგვიძლია. მეორე დღეს ვიშოვე 20 ლარი, მესამე დღეს ვიშოვე 40 ლარი და ვიღაცა მამომაცალა ეს 40 ლარი. მზის ჩასვლას ხედავ ხოლმე ყოველდღე, ესენი ეგენი. მე ჩავაბარე მაგ სოცმუშაობაზე. გამიშვეს პრაქტიკაზე თანადგომაში. მაგ დროს უკვე მუშაობდი სოციალურ მუშაკად. მეწყვილესთან ერთად მიწევდა ხამესიარული, სადაც უკვე აი შევედი ამ სივრცეებში. რომელიც ასევე ძალიან გასვიადებული სივრცეები, აი ფერების აზრით მაგალითად. წითლები ქორწილებში ჩავიცვათ და ესპანაშვილებს. ჯერ ტელევიზიასთან პაძემკარვარი, აი მანდ მიდი ხოლმეო, მანდ კარგი ადგილიაო და თურმე მანდ გოგოები მუშაობდნენ. ხო და მე ერთხელ გადავიკვეთეთ. მოვედი და ეს გოგოებიც მოვიდნენ. აქ აღარ დაგინახო მოსულიო. ხო, დავუყურე თავი, წავედი ზემოთ ბუგიას ბახთან. ჩანჩალი დავედი და გავჩერდი და ვიღაცა რამე ფიქრობდი რამ ექნა და გამიჩერა ვიღაცა კაცო ფიქრობი იქ სანამ ჩამოვა აქ ხო უნდა გამოიაროს იმადა აგარ ჯობია ხო მოკლედ რა გამოფენა გქონდათ კურორტზე? მე მგონი ძალიან დიდი ხანია გამოფენა არ ქონია ბოლოს. ამ სივრცეებზე დაკვირვებასაც ჰქონდა თავისი ეკონომიკური განზომილება და აი პოლიტიკის განზომილება, რა, იმიტომ რომ ეს სივრცეები ხო არსებობდა ესე მეტნაკლებად თავისუფლად. ძალიან ძალადობრივი და ძალიან უხეში და ველური წესრიგი არსებობს შიგნით რა. რაც უნდა გაჩვენო. მოკლედ ეს წიგნები არის ფოტო ესე ვეძახით ფოტოფილმი. მე ეს არის უფრო 2 წლის წინანდელი მე მგონი და აქ უკვე სიუჟეტია და ეს გმირები უკვე ერთმანეთს ელაპარაკებიან. აი შემდეგ ეხა მესამე რასაც ვაკეთებ ის უკვე 2 წელია რა ხან ვიღებ ძალიან დიდი შრომა ჩავდე და უფრო ისეთი იქნება აი როგორ გითხრათ. არა ერთ დღეში გადაღებული. მე ერთხელ მოვიდა მანქანა გადმოხდა 4 ბიჭი, დამაგდეს წიხლები მიყრეს და აქ აღარ მოხვიდაო მითხრეს. ერთი ბებერი ტაქსი წილშვილო ესენი სუტენიორები არიანო, ხო და აღარ მოხვიდი აქო, არ გაგახარებენო. წითელ ბახტან ხომ მუშაობდნენ. ყაზბეგის ქუჩის ასახვევში კუთხეში იქ იდნენ ყარიკიანი ქალები, სხვა კატეგორია და
მესადოთ ვიდექი კიდე ცოტა ქვემოთ თურმე მუნჯების ბრიგადა მუშაობდა სუტენიორები დაელაპარაკებოდნენ გაუშვებდნენ ამ მუნჯებს ანუ მე ვიყავი მარტო ეს უცებ აღარ არსებობს უმეტესობა ან ზოგში რაღაცა ტექნოკლუბი გაიხსნა ან საშაურმე გაიხსნა ერთგან საბურთალოზე ყავა არ ვიცი ჩემი კვლევა სტიგმის მიღმა უხილავები მიუხედავად იმისა, როგორ დავინახავთ ჩვენ ამ ქალებს, როგორც მშრომელებად, თუ როგორც ჩაგრულებად პირველ რიგში, ამ კვლევით ძალიან მკაფიოდ დავინახე, რომ ეს ინტერსექციური არის რა და ამ ინტერსექციის გააზრების გარეშე შენ როგორც ქალი, როგორც სექსსამუშაოში ჩართული ადამიანი არსებობ, ანუ შენ ყოფას აქვს გენდერული განზომილება და აქვს ეკონომიკური განზომილებაც. არ მეშინოდა იცი, იმიტომ რომ არ მქონდა მე ეს ნანახი ცუდად მოქცევა, დაჩაგვრა რაღაც ის ოჯახში გავიზარდე. აი მე რო მომატყუეს ხოლმე რო ესა და მე ვიცი რა თანდათან მივხვდი რომ საშიშია, მე რო გამიტაცეს. ერთხელ როცა აქ თბილისში ქუჩაში მუშაობდი გამიტაცა ვიღაც პოლიციელმა გამიტაცა რა ანუ წამოხვალო რესტორანში ჩემი მაკაცები ზიანდა ჩემი თანხლები იქნებია და კი მეთქი წამოვა და აღმოჩნდა რომ ნასვამი იყო პოლიციელი იყო და რო სადღაცო დიღომშიო და რო გავწვდით ამ თბილის რო რესტორანი მეთქი და იარაღი ამოიღო თან საჭეს მართავს თან თრალია მაგრამ ამოიღო ეხა ტვინი არ გაგასხმევინო და სადღაც ვიყავი ტყეში და დაეძინა და რამდენჯერაც აგრესიის ქვეშ ყოფილვარ, ხო? ყოველთვის ფიქრობდი, რომ თავარია ცოცხალი გადავრჩე. და მაქსიმალურად გადამარჩინა იმან, რომ ლაპარაკი შემიძლია. იმან კიდე გადამარჩინა, რომ მოთმენა შევძელი ხოლმე, იმიტომ რომ თავარია არ მცემონ, დალურჯებული ვერ მივალ სახში. ეს სხეულზე დატანილი, სტიგმად დატანილი სიმბოლოები, სვირინგები, ტატუებიც ეხმიანებოდა მოკლედ ამ გამოცდილებებს და უბრალოდ ეგეთი მხატვრული ხერხი მოვიგონე, რომ რაღაც ამ ტატუებზე გველაპარაკა. ტატუების ისტორია იყო ერთგვარი გამხსნელი, რომ ეს ზეპირი ისტორიები შემეგროვებინა. ვიღაცებს ძალიან კარგად აქვთ აწყობილი საქმე, მაგრამ მე არ ვიცი როგორ ხდება ეგ. მაგრამ ნუ მაინც ახლა ესე არ ვუყურებ, რომ სულ ესე იქნება რა, რაღაცები ალბათ შეიცვლება რა და ჩვენ უნდა დავაყენოთ საქმე ისე, რომ შეიცვალოს. ბოდიში. ხო და არ გეწყინოს, არ მოიწყინო. ჩემი კოლეგა არის. ერთად მოვიღო, იმას ტატუ არ აქვს. იქ ხა სურათები რომ ნახე, ხა ჩემი დაკალი სურათი ისა და უმეტესობა ტატუები არის შრამებზე, ნაწიბურებზე გადახატული. ხო, დაიფარება. ვინც მუშაობდა გოგოები, ყველას ჰქონდა შრამი, ძირითადად ხელები დაჩეხილი, იმიტომ რომ რაღაცების გამო აღარ უნდა სიცოცხლე ისეთი რამე აქვს გადატანილი. აქ არ არის ესეთი სუბკულტურული შინაარსები ან სიმბოლოები, რომელიც თქვათ, მაგალითად ქურდო ხო ციხეში შეიძლება გვხვდებოდეს. თუმცა შინაარსები იყო განმეორებადი რა, რაც ძირითადად უკავშირდება აი სიყვარულს, ხალხს, აი ძალიან მძაფრ ემოციურ გამოცდილებებს.
კი შეიძლება ნონსენსია, მაგრამ ეს честная, блядь, თუ ფულს მოკიდებ ხელს, ეს უნდა დაიმსახურო. მე ასე ვარ, არიან ესეთები სხვაებიც, მაგრამ უმეტესობა არ არის ესე. რადგან ჩვენ საზოგადოებაში დააქვს საჯა და გაგულამძღნა, აეგრე მიიღონ რომ ცებს ვიღებდი 2015 წლიდან, რაც არა 14-დან. ამ სისტემას ზოგადად ეგახასიათებს, რომ ყველაფერი გასაქონდეს, ხო, გახდეს ვაჭრობის ობიექტი. ინტიმურობა და სიყვარულიც ხდება რაღაც კომოდიფიცირებული. ყველაფერს თავის ფასი. შეგვიძლია აქ გავიდეთ მაგარი ძონძებია ორლარად დავითრიათ. და ბევრი კატეგორიებია, ხო და არის რომ დამცირება უნდა ადამიანს ფეტიშისთვის. მაგრამ ისო არ შეგითანხმდება, მაგრამ ისეთ გამცირებს რომ აღირხარ რაღაცები. რომელი საათია? ჩვენ ხო ვინიშნავთ დროს. მაგრამ ზოგიერთი კლიენტი თვითონ ინიშნავს დროს. იმიტომ რომ ხანდახან თუ რამე არ მოგვეწონება, ჩვენი 1 საათით 15 წუთში გადის. ხო და ზოგი არის რომ ინიშნავს დროს, რომ არა, აი, ჩემი 1 საათი არ მაინტერესებს, იჯდები. თუ მე რამე არ მჭირდება მომსახურება, უნდა იჯდე და ხო და ეს ახლა ჩემთვის ეს არ არის ტრაგედია, იმიტომ რომ ლაპარაკით იქით გავაბრუებ. თან იქმნება ამ გარემოში ეს რაღაც რუნვის სივრცე და ძალიან ერთმანეთს ეს რუნვა არის ხოლმე ერთადერთი რითიც თქვა უსაფრთხოების გარანტიები შეიძლება შეიქმნან ამ ყველას განუხილავ ადამიანებმა და მეორე მხრივ ეს ინტიმური გარემოც არის სრულად რაღაცა ვაჭრობის ობიექტი რა. მიდი, ჩამოდი შეც. რა, გონია ნაკლები შრომა? უმეტესობა მათგანი მოდის იმიტომ რომ დარწმუნდეს რომ სრულფასოვანი მამაკაცია, იმიტომ რომ მამაკაცების უმეტესობას აქვს ეჭვი რომ რაღაცა ვის წესრიგშიც ვერ აქვს. ამ ტემპს მოლოდინს ეხმაურება ეს ვიდეო ინსტალაცია არის. ხო, ანუ ვიდეო ინსტალაცია არის ანი ზაქარიაშვილის აუდიო ინსტალაციასთან ერთად. რომ მოვდიოდი სახში გამთენი ისხანს ხოლმე ტაქსში ვიჯექი და ყოველთვის ისედროს რომ აი მეზობები რო გამოდიან ჯერ რო გათენებული არ არის და სულ ვამბობდი რომ აი ეს მეზობე ხა სახლიდან გამოვიდა სახში ეძინა ღამე და ბედნიერია წლების განმავლობაში სახში არ მეცინა რომ მივიდოდი სახლის კარებთან სანამ დავაკაკუნებდი ესე ფიქრობდი აი ყველაფერი ცუდი რაც მოხდა ამ ტილოზე დარჩება ეხლა ესე შემოდი
კუთხეში ილუსტრაცია იყო რა ამ ყველაფრის. აი ძალიან ექსტრემალური. ან ძალადობა თუ იყო და უკიდურესი ფორმით იყო მანიფესტირებული ამ ქალების ბედში. ამ ქალების ბედი არის უკიდურესი ილუსტრაცია ქალად ყოფნის. სიყვარული ყოფილა, ოღონდ არა ისეთი როგორც სიყვარული უნდა იყოს. აიცი რა, აი მე 45 წლამდე არავინ არ მიყვარდა. მე მგონი ჩემი ქმარიც არ მიყვარდა. სიყვარული არ მქონია იმ დოზით, რასაც ქვია, რომ აი მე სიყვარულს რო იყვან ესეთია, ისეთია, მე ჩემი ახსნა მაქვს სიყვარულს, იმიტომ რომ ეს გამბიცადე და ვიცი ზუსტად რაც არის. სიყვარული არის უწმაწური სიტყვა უნდა ვიხმარო, ისე არ მიყვარს ბილ სიტყვაობა, მაგრამ აი რო ყლევდები და გიხარია. ყავდა თავიდან 1-2 კაცი მოვიყვანეთ და წავიდნენ. არ შეუძლიათ მუშაობა. ქაჯები კი არ ნორმალური ტიპები შემილია და საზოგადოებრივ აზრსაც რო თავი დავანებოთ, ხო, ადვილი არ არის, იმიტომ რომ ეს არის თამაში. უნდა იყო კარგი მსახიობი, თუ გინდა რომ იყო კარგი მეძავი. იმიტომ რომ ყველა მამაკაც უნდა ეგონოს, რომ ძალიან მაგარი კაცია. უნდა იყიბლო და იყიბლო. საიტზე რომ მუშაობდი, ძალიან ჭრელი ხალხი იყო იქიდან და ეხლა აღარ მუშაობ საიტზე. ეხლა რაღაც გადავიდა კრიპტოვალუტით უნდა გადაიხადო კოდები ისინი და ტვინი ამეხადა. დაასლიფებ და იმას ისევ იგივე იქნება. არ შვება, უნდა გამოვთო ნატალია. თბილისის რაღაც ნაწილი საერთოდ არასდროს არ მინახავს გამოფენაზე. ან მოდიან თუ ვიღაცა ნაცნობია და რაღაცა და მე მგონი ეგ თვითონ რაღაც ქვეყანაშიც სერიოზული პრობლემაა მაგის. ამ კონტექსტში განსაკუთრებით საინტერესოა შეიძლება იყოს ესეთი ჯგუფების გამოცდილებები, რომლებიც ყოველთვის ისტორიულად ჩაგრულდა, ისტორიულად იგნორირებულ და მდგომარეობაში არიან, ხო, სხვა ჯგუფებთან შედარებით და ეხლა ჩვენ რომ ამ რეპრესიულ პოლიტიკაზე და კანონმდებლობაზე რეაქცია გვაქვს, ხო, რომელიც ჩვენ კეთილდღეობას ემუქრება, ხო, ყოველდღიურ ცხოვრებას, შეიძლება გავხდეთ დევნის ობიექტები, ძალადობის ობიექტები, ხო? და კონტროლს უკარგავთ სისტემაზე, ხო? ამ ჯგუფებისთვის ხო არ გულისხმობ მარტო პროსტიტუციის ჩამოქალებს, გულისხმობ იმ სხვა და სხვა ქალების და ქვიარების მარგინალიზებულ ჯგუფებს, რომლებიც სულ ეს იყვნენ, ან ცოტა ხანი არ იყვნენ და მე ძალიან მყიფე აღმოჩნდა, ხო, ეგ რა ქვია, საკანონმდებლო რა ქვია, ჩარჩოები, რომელიც გიცავს. ჩემთვის ამ კონტექსტში შთამაგონებელია ის მოქნილობა და შემოქმედებითობა, როგორც შეიძლება გაუმკლავდე რეპრესიულ სისტემას. რო დაიწყო რუსეთ-უკრაინის ომი და ბიჭო დაიწყე რუსებმა გეკვა.
ხო და თავისი ერთი ნახე, ორი ნახე და კულტურული ხალხი ახლა გამოექცნენ პუტინს ბოლო-ბოლო. მუშაობა არ არის რომ ამბობდნენ გეუბნებოდ როგორ თქვენთან რუსები არ ეკავენ და რუს როგორ შევხვდები და ვაიმე გაოგნებული ვიყავი რომ ანუ ამით გამოხატავდნენ პროტესტს და ეხლა რო არის აქციები ხო რომ ვეუბნები ისო არა ეს ჩემი საქმე არ არის მაინც ესენი დარჩებიანო და ანუ მაშინ ქონდათ რეაქცია ეხლა არ აქვს ანუ ესენი მტრები არ არიან და ისინი მტრები არიან შენ და იცოდე რომ აუთსაიდერი ხარ ძალაუფლებრივ სისტემაში სადაც შენ არ ხარ ძალაუფლების მფლობელი მაგ შემთხვევაში ჯერთი ნაკლებად მოგცელავს ემოციურად ეს ცვლილებები რომელიც ამ საშიშად გამოიყურება და რაღაც მეტ სივრცეს დაგიტოვებს ფიქრისთვის და ფანტაზიისთვის რომ რა შეიძლება ქნა როგორ გადარჩე რა იმიტომ რომ საბოლოოდ ეგ არის როგორ უნდა გადავრჩეთ კურორტის გარეთ არის რა ვიცი, აბა ბევრი კლუბებია რა.